სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენ ყველა მოვისმინეთ ის რასაც კაცობრიობა ყოველ შემთხვევაში ვისაც ეს სურს უკვე მრავალი საუკუნეა ისმენს. ჩვენც არ მოგვისმენია პირველად და თუ ვეცდებოდით ჩავღრმავებოდით ამ სიტყვებს მიუხედავად მრავალგზის წაკითხულისა და მოსმენილისა ამ სიტყვებს აქვს საოცარი ძალა რომ ჩვენს სულში გულის გულში ჩააღწიოს. გასვარო თქვას როცა სახარება დავხურე არც ქონდა სურვილი რაიმეს თქმისა. ყველაფერი ნათქვამია. რაღა უნდა ითქვას ამის მერე. სიტყვა უძლური და უსუსურია. მით უმეტეს ჩემ თავზე ვიტყვი ჩემნაირი ცოდვილისგან, რომელსაც ყოველთვის ამხილებს სინდისი, როდესაც ამ სიტყვებს კითხულობს. რა უნდა უთხრათ ერთმანეთს, რითი ვანუგეშოთ, რითი გავამხნევოთ. ვანუგეშოთ და გავამხნევოთ რისთვის, იმისთვის, რომ არ აღმოუჩნდეთ არა მხოლოდ იუდას მდგომარეობაში, არა მხოლოდ განათლებული რელიგიური ადამიანების, მათ შორის მღვდელმთავრების, წიგნობრების მდგომარეობაში, არამედ არ აღმოჩნდეთ თუნდაც მოციქულების მდგომარეობაში. აღარას ვამბობ პეტრეს მდგომარეობაში. დღეს პავლე მოციქულის სიტყვებიც აღმოვიკითხეთ და ერთის მხრივ თითქოს პავლე მოციქული რა მარტივად გვიხსნის ამ საიდუმლოებას, რომელიც დღეს დააწეს საუფალმა, საიდუმლოებას, რომელსაც მრავალი სახელი ქვია, მათ შორის ზიარებისა, მათ შორის ევქარისტიისა, წირვა და ასე შემდეგ. ლიტურგიული მსახურების ეს უმაღლესი გამოვლინება და მოცემულობა უფლისაგან საჩუქრად წვანებული, რომ იგი არ იყო მოციქულთა შორის პავლე, მაგრამ მას იგი უფალმა მოციქული გახადა ისე, რომ მას ხორციელად უფალი არ უნახავს. არ ყოფილა მისი მოწაფე და პავლე მოციქული გვეუბნება, რომ უფალმა პირადად ასწავლა მას ეს. უფლისაგან მივიღეო, დღეს წავიკითხეთ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში. გასაგებია ლოგიკა, ამაზე ხშირად გვისაუბრია და მარტო ეს რომ იყოს ჩვენი საცხოვნებისათვის საკმარისი, ამდენი არც დაიწერებოდა, რასაც ახლა ვკითხულობდით. ლოგიკა ძალიან მარტივია. ღმერთი სამყაროს მიღმიერია. სამყარო და ღმერთი მისი მიღმიერი. ასე ქვია ხოლმე. ესეთი ფილოსოფიური რელიგიური ტერმინია ტრანსცენდენტული, ანუ აბსოლუტურად მიუწვდომელი. არანაირი შესაძლებლობა სამყაროში ვინმე ან რაიმე ღმერთს მიწვდეს, ამის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, იმიტომ რომ სამყარო არის შექმნილი ღმერთის მიერ და ის რაც სამყაროა აბსოლუტურად არ არის ღმერთი. და თუ ჩვენ ამ სამყაროს ნაწილი ვართ, ჩვენ აბსოლუტურად იმას, რაც ჩვენ არა ვართ, იმას ვერ მივწვდებით. და ლოგიკა ესეთია, ძეღმერთი პიროვნულად, ძეღმერთის პიროვნება, რომელიც მამისა და სულიწმინდა ღმერთის თანაარსია, ამ სამყაროში შემოდის უცნაური გზით. წმინდა ქალწულისაგან იღებს ადამიანურ ბუნებას, რომლითაც იგი გვეჩვენა ჩვენს და ანგელოზებსაც. ანგელოზებსაც არ უხილავთ ღმერთი. მის ღვთაებრივ ენერგიებს ჭრეტენ მხოლოდ. გვეჩვენა, ჩვენთან ერთად იცხოვრა, მეგობარი და ძმა გვიწოდა, ერთგან ყრმებსაც გვიწოდებს და დაადგინა ეს განსაცვიფრებელი სასწაული. ღმერთმა, რომელმაც არაფრისაგან შექმნა ყველაფერი, ჩვეულებრივი პურისა და ჩვეულებრივი ღვინისაგან შეიძლება ასე ვთქვათ, შექმნა თავისი ხორცი და სისხლი. ის ხორცი და სისხლი, რომელიც მან ქალწულ მარიამისაგან მიიღო, გარდასახა, გარდაქმნა. თავისი საღვთო ყოვლის შემძლეობით.
გვიანდერძა რომ ეს ყოველთვის გავაკეთოთ და ეკლესიას მისცა ეს ყოვლის შემძლეობა, ეკლესიას ეს ყოვლის შემძლეობა აქვს. არა მარტო ეს, ეკლესიას აქვს ყოვლის შემძლეობა შუას ადამიანი თავიდან, ეკლესიას აქვს ყოვლის შემძლეობა მიუტევოს ცოდვები, ეკლესიას აქვს ყოვლის შემძლეობა პურისა და ღვინისაგან, პური და ღვინო გარდასახოს განკაცებული ღმერთის ხორცად და სისხლად. გააკეთა ეს იმიტომ, რომ ჩვენთვის საჭმელად მოექცა, შეჭამ მას და ხდები ძე ღმერთის სხეულის გაგრძელება, ძე ღმერთის სხეულის ნაწილი. და ხდები ქრისტეს შემოსილი, რასაც ჩვენ გვალობთ ნათლობისას ხოლმე. პავლე მოციქულის სიტყვებია გალატელთა მერთ ეპისტოლედან და ამას ნათლობის დროს გვალობთ. რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ ვიღებიეს, ქრისტეს შეგვიმოსიეს. ეს არ არის მეტაფორა, ეს რეალობაა. თქვენ მაზიერებელი ადამიანები ქრისტეს შემოსილები ხართ, იმიტომ რომ ღმერთის ღვთაებრივი პიროვნება მოგიცავთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ მისი სხეულის ნაწილი ხართ. განკაცებული ღმერთის სხეულის ნაწილი ხართ. და რა მარტივია ხო ყველაფერი. პოტენციურად უკვე ჩვენ იქ ვართ და რო გარდავიცვლებით, თან უფალს ასეთი იმპერატიული ტონით როგორც ხშირად მithქვავს, აქ ნათქვამი რომ მემნებავს და ღვთისნება შეუვალია, წინ აღუდგება და ამბობს სამყაროს შემოქმედი ძე ღმერთი მემნებავს, სადაც მე ვარ თქვენც იქ იყოთ. მას ნებავს. რეალურად ჩვენი ერთობა განხორციელებულია უკვე, იმიტომ რომ აზიარებელნი ვართ, ანუ მისი სხეულის ნაწილი ვართ, ანუ იგივე ეკლესია ვართ და რო გარდაიცვლები მიხვალ იქ სადაც არის უფალი და სად არის მარჯვენა წმამის, ანუ ყოვლადწმინდა სამების წიაღში. მაგრამ აი, რაც ჩვენ დღეს წავიკითხეთ, რასაც პავლე მოციქული გვაფრთხილებს, მიგვანიშნებს, რომ ესე მარტივად არ არის საქმე. იმიტომ რომ ადამიანი არ არის საგანი და ადამიანის ქმედება, ადამიანის ღვაწლი ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი ის რომ აი ეს ყველაფერი რაც უკავშირდება ქრისტეს ხორცსა და სისხლს, უკავშირდება მის ტანჯვას და მის ტკივილებს და მისგან როგორც მღვდელმთავრისაგან ზეციური მამისადმი სხვებს შეწირვას და როგორ შეწირა მან საკუთარ, როგორ უნდა შეწიროს ღმერთმა საკუთარი თავი, ის ხო უბნებო და უკვდავია, აი ადამიანური ბუნება, რომელიც მან მიიღო, რომლითაც რეალიზდა ასევე ძე ღმერთი, რომლის მიერაც, ანუ ადამიანური ბუნების მიერ, მას ჩვეულებრივად ტკიოდა და უფრო მეტადაც ვიდრე ჩვენ, იმიტომ რომ მან მთელი კაცობრიობის ცოდვები იტვირთა, შეიძლება ასე თქვას და ყველას დანაშაულისათვის იტანჯებოდა, აი ამ ბუნებით იმღვდელმოქმედა. მღვდელმოქმედება არის შესაწირავი, შეწირვა ღმრთისადმი, იმღვდელმოქმედა. და შეწირა საკუთარი თავი. ოღონ არა ისე რომ ეს ადამიანური ბუნება რაღაც საგანივით შეეწირა, ან თქვათ როცა ადამიანი რაღაცას გაიღებს მსხვერპლად. არამედ ადამიანურ ბუნებას თავისი ნება აქვს. და ამ ნებას, ადამიანური ბუნების ნებას, ანუ ადამიანურ ბუნებას არ სურდა ტკივილი გახსოვთ გეციმანის ბაღში, მისი ბრძოლა. ეს არ იყო წინააღმდეგობა ზეციური მამის ნებისადმი. არამედ ეს იყო მისი ტკივილის გამოხატულება. რომ ის ცოცხალია, რომ ადამიანური ბუნება რაღაც პასიური სუბსტანცია კი არ არის. რაღაცა იარაღი, მკვდარი, არამედ იგი მას თავისი ნებელობა გააჩნია და მას ბუნებრივია, რომ არ სურს ტანჯვა, თან საშინელი ტკივილით, ღვთისმიტოვებულობის განცდა, რომელიც მას ჯვარზე აქვს, ეს საშინელი მდგომარეობა, ის სიკვდილი, რომელიც არაბუნებრივია. განკაცებული ღმერთისათვის ჩვენთვის ბუნებრივია სიკვდილი, იმიტომ რომ ჩვენ ცოდვილები ვართ. მისთვის არაბუნებრივია, ის უცოდველია და ეს არაბუნებრივი რამ უნდა განეცადა და ბუნებრივია მას არ სურს და აი იქ ის სიტყვები გახსოვთ, ნუ იქნება, მაგრამ მე არ სურს, მე მტკივა, მე ეგება ამაცილო ესას მისი, მაგრამ იყავ ნება შენი, მისი თანხმობა. აი ეს თანხმობა. იმ ტანჯვასთან ერთად. იყო სწორედ აი ეს საოცარი მღვდელმოქმედება და შესაწირავი ზეციური მამისადმი. ეხლა ამას იმიტომ ამბობ, რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლოება, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ბოლომდე ვერ ჩავწვდებით, აი ეს უდევს საფუძვლად იმას, რასაც თქვენ დღეს გააკეთებთ, მეც თქვენთან ერთად ბაგებს გავხსნით და რაღაც მექანიკურ პროცესში მონაწილეობთ. ვიღებთ სიწმინდეს და უკაცრავად და გადავყლაპავთ და ვჭამთ. აი ამ თითქოს გარეგნულ მექანიკურ პროცესს, რომელიც გვაკავშირებს ტრანსცენდენტულ ღმერთთან, რომელსაც სურს მასთან ვიყო და თითქოს ცხონების საქმე მოგვარებული გაქვს, როგორც მგონია ხოლმე, რომ მე მაზიარებელი ქრისტიანი ვარ და მე ახლა როგორ.
სინამდვილეში ნახეთ საფუძვლად რა უდევს? საშინელი მსხვერპლშეწირვა, ზეციური მამისადმი, საშინელი ტკივილით. და ღმერთი ადამიანად იმიტომ მოვიდა, რომ როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, დავინახო და მიუბაძოთ. ანუ ჩვენ გვიბიძგებს რაღაც საქციელისკენ, რომ ესე მარტივად, ესე მექანიკურად კი არ ვცხონდებით, ესე უბრალოდ კი არ ვიქნებით ქრისტეს მოწაფენი, არამედ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცოდვები მან მოგვიტევა, ჩვენგან სიყვარულის კანონიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ ჩვენის მეგობრებს გვიწოდებს, ამის აქედან გამომდინარე, ჩვენგან რაღაცა მოითხოვება, რაღაცა. დიახაც რაღაც ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით და არა დიადი, სულ პატარა. აი მაგალითად მოციქულები ძინავთ, ცოტა ხანი მაინც ვერ მოახერხეთ, ჩემთვის გეფხიზლად. მიანიშნებს უფალი თან ყველაზე ერთგულებს, პეტრეს, იოანეს, იაკობს, ყველაზე გულმხურვალეებს. ვერ ახერხებენ, ხორცი უძლურია, სული გულმოდგინია, იღვიძებდით. ახეთ ღვიძარება. ჩვენ კიდევ სულ გვძინავს. ანუ რაღაცა მნიშვნელოვანია ჩვენს მიერ გასაკეთებელი. ზოგადი სიტყვები კი ვიცით, სიყვარული, ერთგულება, რწმენა და ასე შემდეგ, კეთილმოწესეობა, მაგრამ ეს ყველაფერი ამ ყველაფრის სიღრმეში რა არის, რადევს? თუ არა დააგერ პავლე მოციქული ძალიან კაცად გვაფრთხილებს. სხვა ადგილსაც, სხვა ადგილიც არის სხვათა შორის, სადაც კაცად გვაფრთხილებს და ეხლა კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში დღეს სრული კონტექსტით არ იქნა ეს ადგილი წაკითხული. და კონტექსტი იცით როგორია? კორინთელები ცუდად იქცევიან. ისინი როცა იკრიბებიან ლიტურგიკული მსახურების დროს, როცა მერე ბოლოს ევქარისტია აღესრულება, მათ ერთმანეთი არ უყვართ. ისინი დაჯგუფებებს ქმნიან. ერთობა არ აქვს და ერთობის სულისკვეთების გარეშე. ჭამენ ქრისტეს ხორცსა და სისხლს. და კი არ ეზიარებიან ქრისტეს, არამედ კვდებიან სულიერად. რაც დღეს წვანანო რო წერია, წვანან არის, მრავალი ავად ხდებაო და წვანანო იქ წვანან ნიშნავს ორიგინალში კვდრები არიან და იმიტომ წვანან. ანუ ცხოველს ყოფილი სისხლი და ხორცი ქრისტეს კლავს ადამიანს ზოგ შემთხვევაში. პირველ რიგში სულიერად კლავს. და ეს დღევანდელი სამოციქულოც და დღევანდელი სახარება აღმოვიკითხეთ თუ რას უკავშირდება ქრისტესაგან ჩვენთვის მოცემული სისხლი და ხორცი, რა ღვაწლს, რა საიდუმლოებას, რა სიდიადეს, რა პასუხისგებლობას. ისე რომ ბაგები უნდა დადუმდეს და ამდენს არც უნდა ვლაპარაკობდე, აი ამ ყველაფერს რო უკავშირდება, მე ბუნებრივად უღმავდები საკუთარ თავს და კითხვას სვავრო. კი, მაგრამ მე სადა ვარ? აი ამ ყველაფერში მე სადა ვარ? ძალიან იოლია, მოვედით, მღვდლებიან ერის ადამიანებიანა. რა უნდა, ეს მსახურება ისეთი ესთეთიურად, ისეთი დახვეწილია. მე მაგალითად ბედნიერი ვარ, როცა ვწირავ. ასე ბედნიერი არასოდეს არა ვარ. მხოლოდ იქ ვარ, ყველაზე ბედნიერი ვარ წირვის დროს. რატომ? იმიტომ რომ ჯერ ესეთი მადლია და ჩვენ ხშირად პარაზიტები უფრო ვართ და ქრისტეს სისხლის მსმელნი, როგორც ადრე გითხარით, ვიდრე მისი მჭამელნი, არამედ აი რაღაც პარაზიტული, იმიტომ რომ მადლი მოგწონს, სიამოვნებს. რაც არ უნდა უღირსი მღვდელი ვიყო, რომ ეზიარები მაინც გახარებული გამოვდივარ და მომწონს და სიამოვნებს. თუ თლად ღვთისპირიდან გადავარდნილი არა ვარ. იმიტომ რომ მადლი მოქმედებს ყველა ადამიანზე, ჩვენზე მოქმედებს. ღმერთს უყვარვართ და იმიტომ მოქმედებს. მიუხედავად იმისა, ჩვენ მას გულს უხურავთ. ამიტომ ძალიან მომწონს ესთეტიური თვალსაზრისით, ჩვენიერია, მიხარია. თქვენს მოდიხართ, გარკვეულად რელიგიური გზნობებიც ხო გვაქვს? გარკვეულად ღვთის წარმართული გაგებით შიშიც ხო გვაქვს და ვფიქრობთ ეხლა არ შეიძლება ესე ღმერთის ჩვენ რაც არ უნდა ზეცაში ვიფრინოთ სიტყვებით, მაინც სამწუხაროდ ქრისტე ძალიან ხშირად ჩვენთვის საშუალებაა მიწიერი პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარ სინდის სადგავერცევით. და ბუნებრივია, რომ ეს კეთილმოწესეობრივი ცხოვრება, ევქარისტიული ცხოვრება ჩვენ ყველას გვაქვს. მაგრამ და ამიტომაც ბოლომდე მიყვავს ეს და ვეზიარებით კიდევაც გავდივათ გახარებულები, მაგრამ აღდგომა იქნება. მაგრამ კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ, რას დღეს წავიკითხეთ და საკუთარ თავში ჩავიხედოთ, კიდევ ერთხელ ჩავფიქრდეთ, კარგი იქნება ალბათ, რომ რამდენად სწორედ მოვდივარ აქ.
და რამდენად ვაკეთებ მე იმ ჩემ გასაკეთებელს, რომელიც ბოლომდე არც კი ვიცი, რა უნდა გავაკეთო. რომ არ აღმოჩნდე იუდა, არ აღმოჩნდე პეტრეს მდგომარეობაში, არ აღმოჩნდე მოციქულთა მდგომარეობაში, რომელმაც ყველა მიატოვა, არ აღმოჩნდე იაკობის და იონეს მდგომარეობაში, რომელმაც დაიძინეს, რა დროს ძილია, ხო გინდა რომ მიხვიდებ, რა გაძინებ? ეხლა ძილის დროა? ღამეა და რა ვქნა? რა დროს ძილია? რა უნდა გავაკეთოთ რომ ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ? რა უნდა ვქნათ? პასუხი არის ერთადერთი, მე არ ვიცი. ფაქტია რომ იმათ რაც დაემართა, მეც მემართება და ოღონ აქ ერთი განსხვავებაა. მოციქულებმა იუდაზე ხო აღარა მაქვს ლაპარაკი. არც ხმა არ იციან მათ წინაშე ვინ დგას. ხოლო ჩვენ ვიცით ვინ არის იესო ქრისტე. მათ არ იციან მათ პასიურობას ამ პასიურობის გამო როგორი პასუხისგებლობის წინაშე დგებიან ისინი. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს ჯვარცმა მისი როგორც მთავრის მღვდელმოქმედება ნაწინასწარმეტყველებია და ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ის რაც უნდა მოხდეს, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უდანაშაულონი არიან და უპასუხი მათი პასუხისგებლობის წინაშე მათი პასუხისგებლობა არ დგება. ისევე როგორც იუდასი. ანუ ეს უნდა მომხდარიყო მსახურება ხელშეწირვა ზეღმერთის მიერ საკუთარი თავისა უნდა მომხდარიყო, უნდა აღსრულებულიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს რომ უნდა აღსრულებულიყო, არ ნიშნავს, რომ ისინი არ არიან პასუხისგებელი, ისინი არ არიან დამნაშავეები. ეს ის რეალობებია, რომელიც ასე უცნაურად გადაიკეთება ერთმანეთთან. და მათ არ იცოდნენ ვინ იყო მათ წინაშე. ჩვენ კიდევ ვიცით ვინ არის იესო ქრისტე. თუ აქ რომელიმე დგას ისეთი, ვინც არ იცის ვინ არის იესო ქრისტე, მისი ზიარება არ შეიძლება. ხოლო თუ თქვენ გაქვთ პრეტენზია და მეც ასევე თქვენთან ერთად მაქვს პრეტენზია რომ ვეზიარო, ესე იგი მე ვიცი ვინ არის იესო ქრისტე. მოციქულებისაგან განსხვავებით, მოციქულება გვიან სულთ მოფენობის მერე გაიგეს, შეიძლება ასე ითქვას, ბოლომდე განიცადეს ვინ არის მათ წინაშე, ვინ იყო მათ წინაშე. და ჩვენ ეს ვიცით დღეს უკვე. ამიტომ ჩვენგან იუდას მსგავსი საქციელი, პეტრეს მსგავსი საქციელი, მოციქულების მსგავსი სულმოკლეობა, რაც მათ ადამიანურად, ბუნებრივად, როგორც ყველა ადამიანს ჰქონდათ, ჩვენთვის ნაკლებად საპატიებელი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ვის სახელს ვატარებთ, ჩვენ ვიცით, ვინ არის იესო ქრისტე, ჩვენ რეალურად მისი სხეულის გაგრძელება და ნაწილი ვართ, იმიტომ რომ ეკლესია ქვია, ჩვენ გვაქვს 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიისა, და მრავალი რამ ვიცით უკვე, როგორ და რა ხდებოდა და რანაირად და რა არის ჩვენი საკეთებელი და მაინც და ჩვენში არის სული წმინდა ღმერთი, ანუ მადლმოსილნი ვართ და მაინც მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი სიზარმაცით, უპასუხისგებლობის, უშრომელობის და რა ვიცი კიდე რის გამო, ყველა იმ უბედურების გამო, რაც ჩვენს გულში არის და არ გვემეტება, რომ ჩვენი ხელიდან გაუშვათ, მაინც ვარდებით იმ მძიმე ცოდვებში, რასაც ჩვენ კითხულობთ და ეკლესია გვაწვდის. მოციქულთა და სხვა ადამიანების მაგალითს. უფალი შეგვეწიოს, რომ როგორმე გამოვხიზლდეთ და არ გვეძინოს სულიერად და პასუხისგებლობით, დიდი პასუხისგებლობით მოვეკიდოთ იმ საიდუმლოებას, რომელსაც დღეს ვეზიარებით. ჩვენ არასოდეს არა ვართ მარტო, თუ ქრისტიანები ვართ. ჩვენ ყოველთვის ქრისტესთან ერთად ვართ. გინდა როცა გვძინავს, როცა გვღვიძავს, როცა ვმოძრაობთ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყოველთვის ქრისტესთან ერთად ვართ. ეს არის ჩვენი პასუხისგებლობა და უფალო ჩვენო იესო ქრისტე, მოგვეცი ძალა და მადლი, რომ ეს არასოდეს დაგვავიწყდეს. არა მხოლოდ გონებით, არამედ განცდით, ყოველთვის გქონდეს იმის განცდა, იმის შეხებითად შეგრძნება, რომ მე ჩვენ შენთან ვართ და შენ ჩვენთან ახარ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.